რატომ უნდა დაესხნენ ამერიკელი გამანადგურებლების პილოტები გერმანულ საფოსტო მატარებლებს, მხოლოდ იმისთვის, რომ დარწმუნებულიყვნენ ფოსტა მაინც მიეწოდებოდა ადრესატებს. ხედავთ, მოკავშირეებს პროპაგანდის პრობლემა ჰქონდათ. ფურცლების ჩამოყრა გერმანიის ქალაქებზე მარტივი იყო. ამას მილიონობით აკეთებდნენ. მაგრამ ყველა მიცოდა რა იყო ციდან ჩამოვარდნილი ფურცელი. და ნაცისტურ გერმანიაში ვალდებული იყავი ეგრევე გადაგეცა იგი ხელისუფლებისთვის. ამიტომ შეტყობინება იშვიათად ვრცელდებოდა, მაგრამ დალუქული წერილის მიღება სულ სხვა იყო. ხალხს გერმანულ ფოსტაზე ჰქონდა ნდობა, ამიტომ OSS-მა აბსურდული გეგმა მოიფიქრა. გამანადგურებელი თვითმფრინავები გერმანიის საფოსტო მატარებლებს დაარტყამდნენ და შემდეგ ნამსხვრევებში კალპ საფოსტო ტომრებს მიმოავნებდნენ. როცა ფოსტის თანამშრომლები მივიდოდნენ, ისინი იფიქრებდნენ, რომ ტომრები დაბომბვისას გადმოვარდა და უბრალოდ ისევ ჩათვირთავდნენ მათ შემდეგ მატარებელში. შემდეგ ეს წერილები გერმანიის საფოსტო სისტემაში ზუსტად ისე იმოგზაურებდა, როგორც იყო განზრახული. ეს წერილები სრულიად აუთენტურად დამოიყურებოდა. OSS-მა გააყალბა ჰიტლერის მარკები. ასლი გადაუღო ნამდვილი ქალაქების შტამპებს თითოეული მატარებლის მარშრუტზე და გერმანული სატელეფონო ციგნებიდან 10,000-ობით სახელი აიღო, რათა თითოეული კონვერტი რეალურ ადამიანს მისამართებოდა. ამ წერილებში იდო კალბი მიწისქვეშა გაზეთი სახელად Das Neo Deutsches Land. ის ფრთხილად იყო შექმნილი, რათა დაერთმუნებინათ შებინათ ჩვეულებრივი გერმანელები, რომ წინააღმდეგობის მოძრაობა უკვე არსებობდა და რომ გერმანია მსოფლიო ომს აგებდა. ამერიკელებმა მას ოპერაცია Cornflakes-ი დაარქვეს, რადგან წერილები საუზმეზე უნდა მისულიყო. მხოლოდ 1945 წლის თებერვალსა და აპრილს შორის 10-მა მისნიამ ჩამოაგდო 300-ზე მეტი საფოსტო ტომარა, რომელშიც დაახლოებით 100,000 გაყალბებული წერილი იყო. არავინ იცის ზუსტად რამდენმა მიაღწია დანიშნულების ადგილს, მაგრამ საბოლოოდ გერმანელები დაეჭვდნენ. ნაწილობრივ, იმიტომ რომ სატელეფონო ციგნები მოძველებული იყო და ზოგიერთი წერილი იმ ჯარისკაცებს მიუვიდათ, რომლებიც უკვე დაღუპულები იყვნენ იმავე ომში, რომელზეც გაზეთები წერდნენ, რომ გერმანია აგებდა. თუ ასეთი სამხედრო ისტორიები მოგწონთ, გამოიწერეთ არხი ქვემოთ.